დიდი მადლობა Squarespace ამ კვირის ვიდეოს სპონსორობისთვის. მეტი ინფორმაცია მათ შესახებ ვიდეოს ბოლოს. გამარჯობა ყველას, მოგესალმებით კვლავ Bros of Decay-ზე. მე ვარ ლესლი და დღეს მივდივარ კიდევ ერთ მიდოებულ სასახლეში, ჩემს ყველაზე საყვარელ ქვეყანაში, ამ მთელ მსოფლიოში. საფრანგეთის შესასწავლად, სწორად მიხვდით. ეს ადგილი ძალიან უნიკალური და ისტორიული სასახლეა. კიდევ ერთხელ, უკვე თვალის კუთხეში ხედავ მას აქ. მოდით გაჩვენებთ, რასაც მე ვხედავ. რა სილამაზეა, ყველას გეუბნებით, რა სილამაზეა, მაზეა. ეს მოგზაურობა პირდაპირ ზღაპრიდან იქნება რაღაც ისეთი, რაც აქამდე არასდროს გინახავთ. შორს უბიცო მდელოზე ჩნდება აღმართული ფრანგული სასახლე. მისი გარეგნობა პირდაპირ ფილმიდანაა. იგი აშენდა 1726 წელს, გავლენიანი და ძლიერი ნევეს ოჯახისთვის, რომელმაც ამ ფრანგულ რეგიონზე თავისი გავლენა დაამყარა და ამ პროცესში უკიდურესად გამდიდრდა. მათი სასახლე სიმბოლურად გამოხატავს ამ ოჯახის ძალას თაობების განმავლობაში. ამ ადგილის ბოლო მფლობელი იყო არისტოკრატი ჟანი. მან გააგრძელა თავისი წინაპრების გზა და იცხოვრა ბრწყინვალებისა და სიმდიდრის ცხოვრებით. ბატონ ჟოს ჰყავდა 6 შვილი და მოსიყვარულე ცოლი, რომლებიც ყველანი ერთად ცხოვრობდნენ ამ ადგილას. მრავალი ათწლეულის განმავლობაში ოჯახმა უამრავი მოგონება შექმნა ამ სახლში და შემდეგ ყველაფერი უკან დატოვა. გარდა იმისა, რომ შესანიშნავი ბიზნესმენი იყო, მას ასევე უყვარდა ნადირობა და იშვიათი და კლასიკური ავტომობილების შეგროვება. სამწუხაროდ, ეს ჩვენთვისაც ძვირი დაგუჯდა. რადგან 2013 წლის 23 სექტემბერს ბატონი ჟანი ავტოავარიაში მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა. მისი შვილები ამ დროისთვის უკვე გადასულები იყვნენ და სასახლე მიატოვეს, რის გამოც ის წლების განმავლობაში ნელ-ნელა ინგრეოდა. სანამ იმ მდგომარეობამდე მივიდოდა, როგორშიც ეხლაა. თითქმის გადაურჩენელი. მოგხვევით, რომ გაგატაროთ ამ შედევში და გაჩვენოთ, რა დარჩა ამ უგდავის სილამაზიდან. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ყველას Bros of Decay-ს კიდევ ერთ ეპიზოდში. მე ვარ ლესლი და დღეს ვიკლოთ მე-18 საუკუნის შადოს. ჩემს სახეზე ღიმილიდანაც კი ჩანს, რამდენად აღფრთოვანებული ვარ ამით. მას აქვს დიდი ისტორია, არის დიდებური და გულდასმით მოვლილი ადგილი. და კიდევ ერთხელ ვატარებ ჩემს სრულყოფილ მე-18 საუკუნის სამოს, რომ შევესაბამო ამ ადგილს. მინდა მადლობა გადაუხადო მარტენს, რომელიც კამერის უკან დგას და იღებს ამ ადგილს. მისი ბმული აღწერაში იქნება. ის ქმნის ჰოლანდიურ Airbags ვიდეოებს და ნამდვილად დღეს რომ ნახოთ მისი ნამუშევრებიც. მაშ ზედმეტი სიტყვების გარეშე დავიხუროთ ჩემი კამერა და წავიდეთ შევისწავლოთ მისტერ ჟანის ეს უბადლო ადგილი. საიდან დავიწყოთ? ვფიქრობ, ჯერ სარდაფში ჩავიდეთ და ვნახოთ რა დარჩა აქ. ვფიქრობ, ეს კარგი დასაწყისია ვიდეოსთვის, რადგან ამ მიტოვებული სასახლეების სარდაფებში ძირითადად მხოლოდ მსახურები ჩადიოდნენ და აქ ამზადებდნენ საჭმელს და ყველაფერს. მაგრამ პირველი რაც სარდაფში შევნიშნე, ეს ბილიარდის ან სნუკერის მაგიდაა. სუსტად არ ვიცი, რადგან ზედ გადასაფარებელია, მაგრამ კი, ამას ვხედავ. ეს ოთახიც ამ ადგილის მფლობელებისთვის დასასვენებლად ან გართობისთვის გამოიყენებოდა. და სადაც მათ შეეძლოთ ეთამაშათ თამაშები, შეიძლება მოგვიანებითაც. სასახლის ისტორიაში ბევრი ქვაბი და ტაფა დარჩა ყოფილი მფლობელებისგან, რომლებშიც ალბათ მსახურები ამზადებდნენ ყველა კერძს. და აქ ჩვენ ასევე გვაქვს სახლის მაგეთი. უკვე ნახე ეს? ვაუ, ეს გავს დიდ ვილას, რომელიც ალბათ ეხლა საფრანგეთში აშენებული. და მათ ჰქონდათ მაგეთი. ამ ადგილის მასშტაბური მოდელი პირდაპირ აქ სასახლეში. ვაუ. ამიტომ ვფიქრობ, ეს იქნებოდა სასახლის სამზარეულო, სადაც მსახურები ადრე ამზადებდნენ საჭმელს. მე პატრონეებისთვის. აქ ისევ არის შემორჩენილი ეს ღუმელი. თეთრი შეში ზღუმელი. შიგნით ცოტა ნაცარია დარჩენილი. ეს იქნებოდა ღუმელის ნაწილი. აქ გვაქვს პატარა ონკანი. ნებისმიერ დროს შეგიძლია ცხელი წყალი აიღოთ. და მგონი ცეცხლს აქედან ანაკედან შეუკეთებით. ესენი საკმაოდ გაჭედილია. და აქვე გვაქვს კიდევ ერთი ბუხარი სხვა დანიშნულებისთვის, სხობისთვის, საჭმლის მოსამზადებლად, რაც არ უნდა ყოფილიყო ამ ბუხრის დანიშნულება. რა ადგილიაო. კარგი, მოდი ამ სარდაფს გადავხედოთ.
ეს გაჭედილია. ამ ვიდეოში ნახავთ, რომ ეს ადგილი ძალიან სწრაფად ინგრევა. ეს ადგილი მიტოვებულია მხოლოდ 8 წელია, მაგრამ მგონია, რომ ნგრევა მანამდეც დაწყებული იყო. აქ შეგიძლიათ ნახოთ ხის საწყობი და აქვე უკვე ნგრევის პირველი ნიშნებიც ჩანს. საღებავი აქ ერცლილია, კარის ჩარჩო იშლება და ყველაფერი ნელ-ნელა ინგრევა. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ულამაზესი ისტორიული მე-18 საუკუნის ადგილები საფრანგეთში უბრალოდ ინგრევა. აღარავის აღარ აინტერესებს ისინი. ესეთი ადგილები ასობით და ასობითაა ამ ქვეყანაში, მაგრამ არავინ ფიქრობს მათ აღდგენაზე ან ახალი სიცოცხლის მინიჭებაზე. და ყოველ ჯერზე, როცა ესეთ ადგილებს ვსტუმრობ, უბრალოდ სევდიანი გრძნობა მეუქლება. აქ ნახავთ ნახშირის ოთახს და საცავს და შეგიძლიათ დაინახოთ, რომ ჯერ კიდევ ბევრი ნახშირია დარჩენილი ბუხრებისთვის მთელ სასახლეში. იმ დროს ხალხს ცენტრალური გათბობა არ ჰქონდა და ისინი სითბოსთვის ნახშირსა და შეშას იყენებდნენ. ჩემს აზრით, ეს საკმაოდ დიდი სარდაფია. ის მთელ სასახლის მოიცავს. რას ვხედავთ აქ? არ ვიცი, რისთვის გამოიყენებოდა ეს ოთახი, ვხედავთ სასმელი წყლის რეზერვუარებს, შეიძლება ცხოველებისთვის, მაგრამ არ მგონია ცხოველები სასახლის შიგნით ყოფილიყვნენ. შეგიძლიათ ნახოთ ტახის ბეწვი ან ტახის კანი, რომელზეც ტახის თავის ბანის ნაწილიც დარჩენილია. ამ ადგილის მფლობელი ასევე ნადირობის მოყვარული იყო, ასე რომ შეიძლება ამ ოთახს ცხოველების დასანაწევრებლად იყენებდა. უნდა ვთქვა, აქ გადმოიხედე, ოჯახის ველოსიპედებიც კი აქვეა დატოვებული. მართლაც საინტერესოა, ამ ველოსიპედებით აქაურ სოფლებში სიარული. ეს ბავშვის ველოსიპედიც კი აქ არის დატოვებული. სულად დაჟანგულია. რა ტყავის უნაგირი აქვს. ლამაზია. კარგი. გონი ერთი ბოლო ნაწილი დაგვრჩა. ეს სარდაფი. ვაუ. შეხედე ამ ეტლს, რომლითაც აქ ნივთების გადატანაა შესაძლებელი. შეგიძლია იქ დადგე? აჩვენე ხალხს, როგორ გამოიყენებოდა იგი. შეხედე ამას. ის ჯერ კიდევ მუშაობს. წინა მხარეს ხის ბორბალია. შეგეძლო სხვადასხვა ნივთების გადატანა სასახლის ტერიტორიაზე. ვაუ! სწორედ იქ, შენს უკან, შეხედე ამას. აქ საკვების საცავია. აქ მსახურები ინახავდნენ ყველა საკვებს და სხვა ნივთებს სასახლისთვის. აქ ბევრი დოკუმენტია დატოვებული. ეს ყავის სიროფია. აქ ფრანგულად წერია. ძალიან ძველი სამედიცინო ბოთლებია. მარინოლი. და აქ საწყობში ყველაფერს აბლაბუდა ფარავს. ღმერთო ჩემო. და კიდევ უფრო მეტი ნახშირი და შეშა ამხარეს. სარდაფში ერთი ბოლო ნაწილიღა დაგვრჩა სანახავი და ეს ოთახია. კარგი. ისე, უბრალოდ ჩვეულებრივი სათავსოა. აქ შეგიძლიათ ნახოთ ეს ურიკაა, ეს რაღაცა საბავშვო ურიკას გავს. დიახ, აქ წინ ბავშვს დასვამდით. მოდი შეხედე. აქ იქნებოდა ბავშვი მგონი. ან შეიძლება ეს უბრალოდ სატრანსპორტო ვაგონი იყოს. და მე 100% დარწმუნებული არ ვარ. მაგრამ თუ ვინმე შეძლებს დამეხმაროს. ეს დიდი კარა და რომელიც აღარ იღება. სამწუხაროდ, აქაც დარჩა სკივრები. მოდი შეხედე, აქ კუთხეში შევნიშნე. ჩვენ გვაქვს პაწაწინა ღვინის მარანი, რომელიც ჯერ კიდევ სავსეა ღვინის ბოთლებით. შეხედე, ყველა ობობას ქსელს, რომელიც მას ფარავს, ეს უბრალოდ სიგიჟეა. აქ გვაქვს რამდენიმე ბოთლი, რომლებიც ჯერ კიდევ სავსეა ალკოჰოლით. ეს ძალიან ძველი ბოთლია. ვაუ! ეს არის. ესეც ისევ სავსეა. არა, მგონია, კი, იქ კიდევ ცოტაა დარჩენილი. ღვინო ძალიან სქელია, ძალიან ძველია. ღმერთო ჩემო,
და მასზე არც კი არის ეტიკეტები. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ღვინო აქვე ამ რეგიონშია დამზადებული. შესანიშნავია. კარდი, წავიდეთ ციხესიმაგრეში უფრო შორს. აქვე ჩემს წინ არის მოხვეული კიბე, რომელიც მიგვიყვანს ზედა სართულზე. ძალიან მინდა იქ ასვლა. მოდით აღარ დავკარგო დრო და შევიდეთ ამ ციხესიმაგრის საცხოვრებელ ნაწილებში. და აქაც ნახავთ, რომ ეს ადგილი ძალიან სწრაფად ნადგურდება. ჯერ შეხედეთ ამ კიბის დიზაინს. ის ძალიან ფაქიზად არის დაპროექტებული. თითოეული დეტალი. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თითოეულ საფეხურზე, თითოეულ მოაჯირზე პატარა სახეა ამოტვიფრული მეტალის კონსტრუქციაში. იქ ქოლგაც გია დარჩენილი, ვიღაცის სახესთან, ვინც მოვიდა სასახლეში, მაგრამ წასვლისას ქოლგა დაავიწყდა. ვაუ, აქ ამოიხედე. ეს ძალიან ლამაზი ხედია. 4 სართულზე ავდივართ მანსარდამდე. ეს სინამდვილეში კოშკიც არის ამ სასახლიდან. კარგი, მოდი ავიდეთ. აქ არის ძალიან პატარა ქანდაკება კედელში, ქანდაკებისთვის გაკეთებულ ამ დიდ ნიშაში. ეს ძალიან პატარა იმისთვის, რომ აქ იყოს. ეს პატარა რელიგიური ქანდაკებაა. რა თქმა უნდა, როცა ეს ადამიანები აქ ცხოვრობდნენ მე-19 და მე-20 საუკუნეებში, ისინი ძალიან რელიგიურები იყვნენ. და ამას ისევ ნახავთ მთელ სასახლეში. და ეს ძირითადად მაშინ ხდება, როცა ასეთ მიტოვებულ ადგილებს ვიკულებთ საფრანგეთში. რა თქმა უნდა, დეგრადაციის გამო აქ ძალიან ბევრი შავიობია. ამ ნაწილს მაქსიმალურად ავიცილებ. მოდით მარცხნივ წავიდეთ და სასახლის დანარჩენ ნაწილში წავიდეთ. ასევე დავინახავთ, რომ აქ არის ბევრი ახალი ნაწილი, შერწყმული ისტორიულ და ძველ ნაწილებთან ერთად. მაგალითად, გვაქვს ეს ოთახი და ვფიქრობ, რომ ეს ოთახი ალბათ ერთ-ერთი ბოლო ოთახია, რომელიც აქ გამოიყენებოდა. როგორც ჩანს, ეს არის პატარა სასადილო სივრცე, რომელიც აქ გააკეთეს. აქ დარჩენილია ყოფილი მფლობელის რამდენიმე წამალი. აქ არის რამდენიმე წამალი, რაღაცეები. ალბათ მოხუცებულობაში, როცა მისტერ ჯონმა მანქანის ავარიამდე ცოტა ხნით ადრე ეს ყველაფერი დატოვა. ამ ოთახში ასევე გვაქვს ეს ძალიან დიდი ჩაშენებული კარადები, რომლებიც ჯერ კიდევ მთლიანად სავსეა. საკვებით. ვაუ. აქ დარჩენილია ბოთრი, რომელიც მთლიანად სავსეა ალკოჰოლური სასმელით საფრანგეთის რეგიონიდან. და ასევე რამდენიმე ტკბილეული. ვაუ, ეს ახლა სულობდება. ბინძური რაღაცებია. არ არის ისეთი ტკბილი? არ არის ისეთი ტკბილი. არა, ზუსტად ისეთი ტკბილი არ არის. ეხლა კი გადავიდეთ სასახლის ლამაზ ნაწილებზე, ისტორიულ ნაწილებზე, რისთვისაც ყველი აქ მოხვედით ამ ვიდეოს საყურებლად. და ეს ერთ-ერთი პირველი ოთახია. მგონია, რომ ეს იყო პატარა დასასვენებელი ოთახი, პატარა მისაღები ოთახი. სადილის შემდეგ ხალხი აქ შემოდიოდა, ერთად სვამდნენ ყავას, კონიაკს ან ვისკის და უბრალოდ საუბრობდნენ ღამემდე. ეს მართლაც ძალიან კარგი ოთახია. წლების განმავლობაში ცოტა უფრო მოდერნიზებული გახდა, მაგრამ მაინც შეგიძლიათ დაინახოთ ისტორიული ნორიული ნაწილები. მაგალითად, ნახატები იქ კედელზე, შეგიძლიათ დაინახოთ კაცი, რომელიც ცხენზე ზის და საფრანგეთის სოფლებში მიემგზავრება. ო არა, ბოდიში ეს ქალია, რომელიც ცხენზე ზის. და შემდეგ კედლებზე გვაქვს ეს ლამაზი ნახატები. საოცარია. ამას მხოლოდ ასეთ ციხეებში ნახავთ. ეს ნახატები კედლებზე უბრალოდ ძალიან დეტალურია. ეს ბატონი ჟანის ერთ-ერთი შვილის ერთ-ერთი პირველი ფოტოა. მას 6 შვილი ჰყავდა, ასე რომ აქ მხოლოდ მისი ერთ-ერთი ქალიშვილია გამოსახული. ლამაზი. მაგრამ ეხლა შევიდეთ ამ სასახლის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ოთახში. სასადილო ოთახი. სადაც ოჯახი იკრიბებოდა, ვახშმობდა, საუბრობდა და შესანიშნავ დროს ატარებდა. თითქოს ახლაც ვხედავ, როგორ ისხდნენ ისინი მაგი-მაგიდის გარშემო აქ, განსაკუთრებულ შემთხვევებზე, შობასა და ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. ვაუ, შესანიშნავი ჭაღი კიდია ჭერიდან. ლამაზი ნამუშევარია. მიყვარს ეს ჭერის დეკორატიული კარნიზიც.
ეს ჯერზე ძალიან დიდი, მთლიანად ყავისფერი დეკორატიული კარნიზის ზოლია. მაგრამ ზუსტად მის უკან, აი იქ, შეგიძლია დაინახო, რომ სასახლე იბზარება. ადგილი ინგრევა და აქ ცხოვრება უკვე შეუძლებელია. ძალიან სამწუხაროა, რომ მომეცეს შესაძლებლობა ამ ადგილს ვიყიდდი და ყველაფერს გავაკეთებდი მის აღსადგენად. მაშინაც კი თქვენგან დახმარებას ვითხოვდი, რომ ასეთი ადგილი აღვერდინა, მაგრამ ამ ხალხს უბრალოდ არ უნდა. აქ ბუხარია, მაგრამ ტელევიზორის ქვეშაა. ძალიან პატარა ყავისფერი ბუხარი, რომელიც ოთახის ფერს ემთხვევა. მერე იქ ძალიან პატარა ტელევიზორი აქვს დადებული. მიყვარს როგორ არის ეს ბუხრები პირდაპირ კედელში ჩაშენებული. შემდეგ საკომური კედელში გადის და ციხესიმაგრის ჭერამდე ადის. ვაუ! შეიძლება ეს ჟანი იყო. ან იქნებაც მისი მამებიდან, ან ბაბუებიდან ერთ-ერთი იყო. შეიძლება ეს ძალიან ძველი ნახატია სინამდვილეში. აქ ხელმოწერა, სადაც წერია DC. ვაუ! შემდეგ კედელზე ყველგან გვაქვს ეს თეფშები, ეს მოჩუქურთმებული თეფშები. არ ვაპირებ მათ კედლიდან მოხსნას. მინდოდა მათი უკანა მხარე მეჩვენებინა თქვენთვის. ყველა ძალიან უნიკალურია და ხელით არის გაკეთებული. ეს აზიური თეფშია, ალბათ იაპონურია, თუ სტილს დავაკვირდები. კარს ზემოთაც ძალიან დიდი თეფშია. და აქ გვაქვს ეს კარადა, ასევე მთლიანად სავსე გამოფენილი ფირფიტებით. მიყვარს ეს პატარა ბურთის ფორმის ყვავილის დიზაინი. ესენი ასახავს საფრანგეთის ძველ პერიოდებს. შეხედეთ აქ. აქ სტომატოლოგი მუშაობს კაცის პირზე, სანამ ვირაცას მისი ფეხსაცმელი წმენს. ეს მშვენიერი, არა? აქ არიან მუშაკაცები, რომლებიც უბრალოდ ძინავთ, ალბათ სამუშაოს შემდეგ, გრძელი სამუშაო დრის შემდეგ, ისინი ეწევიან და ის ძინავს, ეს მშვენიერია. ეს არის მისი ნადირობის ხობის ერთ-ერთი პირველი ნიშანი. ფირფიტა ალბათ ნადირობის მუსიკით. იქ ჯერ კიდევ არის ფირფიტები, როგორც ხედავთ. და ისინი აქ ამ ძალიან დიდ რადიოზე უსმენდნენ მათ. მშვენიერი ნივთია. აქ კედელზე ვხედავთ პირველ ხოხბებს, რომლებიც ჩამოკიდებულია. ალბათ ძალიან ამაყობდა იმით, რომ თავად ესროლა ისინი. და ის აქ სასადილო სივრცეში კიდებდა მათ, რომ მის სტუმრებს მისი ყველაზე ძვირფასი ნივთები დაენახათ. ასევე იქვე ჩამოკიდებულია ირემის ქუდიც. ეს უფრო მომწონს, ზემოთ საფრანგეთის ალპებია, ეს უფრო დიადი ბუნებაა, მთები. სასიამოვნო. ეს გინახავს. ეს რა ინდია, რომელმაც დრაკონი მოკლა ქვემოთ. ვაუ! და აქ არის მთელი ლამაზი ფაიფური, რომლითაც მაგიდას აწყობდნენ, როცა მნიშვნელოვანი სტუმრები მოდიოდნენ ოჯახში. შეხედე ამას. ისინი საფრანგეთშია დამზადებული, კიდევ გერბიც არის აქ. ალბათ ძალიან ძვირია. მოდი დავხუროთ ეს. ეხლა ბოლოს კიდევ ერთი რამ ოთახში ეს კარადა, შესანიშნავი კარადა. მაგრამ ჯერ შეგიძლიათ ნახოთ კაცი ზემოთ. ის არ გავს იმ სხვას, რომელიც ვნახეთ. ალბათ ისიც ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია. მის ტანსაცმელზე შეგიძლიათ ნახოთ რამდენიმე ჯილდო დაკიდებული. მოდით გავხსნათ ეს სილამაზე. სამწუხაროდ აღარ იღება. კარგი.
მოდით გავხსნათ ეს დიდი კარები სასადილო ოთახიდან. ესეც აღარ იღება. კი, ვიპოვე. და შემდეგ შეგვიძლია პირდაპირ შევიდეთ სახლის ტელეფონში. ძალიან სუფთა ოთახია, უკვე აჩვენებად. მიეცი საშუალება ნახონ ის, რასაც ჩვენ ვხედავთ. ცოტა მოუმატებ შუქს. არა, ნება მომეცი, ფანჯრის ჟალუზები გავხსნა და ოთახში სინათლე შემოუშვა. ეხლა შეგიძლია ოთახი დაინახო. ეხლა შეგიძლია მისი სილამაზე შეამჩნიო. საოცარია. მაგრამ მან ოთახში უამრავი წიგნი დააწყო. როგორც ხედავ, ყველგან წიგნების გროვებია. აქ ალბათ 1000 წიგნი ინახება. გიჟურია, ესეც მინდოდა აღნიშნო. აქ ოთახის შუაში გვაქვს ეს დიდი ჩაღმავება. და ეს ადრე რაღაცის საჩვენებლად იყო განკუთვნილი, მაგრამ ეხლა საჩვენებელი აღარაფერია. აქ შუაში ადრე ნახატს გიტებდნენ. და შემდეგ გვაქვს ეს მარმარილოს აქცენტები მის მარცხნივ და მარჯვნივ. შესანიშნავი. აქ ქვემოთ კიდევ წიგნებია. და შემდეგ გვაქვს ეს რაინდი ფარით და ლომით, რომელიც ფაიფურისგანაა დამზადებული. მიყვარს ეს ნივთი. აქ ამ მხარეს გვაქვს ეს შესანიშნავი პიანინო, რომელიც ჯერ კიდევ უკრავს. ის სინამდვილეში ძალიან უცნაურია ამის ნახვა. ციხესიმაგრის ეს ნაწილი, ეს ოთახები მარცხენა მხარეს ჯერ კიდევ ძალიან კარგ მდგომარეობაშია. ოთახები, რომლებიც ჩემს უკანა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ეს უბრალოდ სიგიჟეა. როგორღაც წყალი ციხესიმაგრეში იმ ნაწილს შევიდა და ამ ნაწილში არა. მართლა ძალიან მიყვარს ეს ნამუშევარი. ჯერაც წარმომიდგენია, როგორ იჯდა აქ ღამით და ფორტეპიანოზე უკრავდა. შემიძლია ფორტეპიანოზე დაკვრა, ასე რომ ალბათ აწყობიდან გამოსულია. ესე იჯდა აქ და უბრალოდ სიამოვნებას იღებდა ღამით. საოცარია. და აქაც ვხედავთ იგივე გაფორმებას, მაგრამ ამჯერად უკვე ნახატთან ერთად. ქალის, რომელსაც ხელში ბავშვი უჭირავს. ისინი ძალიან სევდიანად გამოიყურებიან. სამწუხაროა. მონადირეობის გარდა ბატონი ჟანი მანქანების დიდი მოყვარულიც იყო. ჩვენ ნახავთ უამრავ მანქანის ჟურნალს მთელ სასახლეში. შეგიძლიათ ნახოთ, რომ ეს 2008 წლის იმ წელს გარდაიცვალა სამწუხაროდ. საოცარია. და ეს არის სასახლის მთავარი შესასვლელი, კარი, რომლითაც შედიხარ ადგილას გარშემო ფარდებით. ასევე გვაქვს ამ შესასვლელის ორივე მხარეს ეს ქანდაკებები, ორი ისტორიული რაინდის, ერთი ისტორიული რაინდი დანახმლით ხელში. სულად ხისგან არის გაკეთებული და ეს იგივეა. ბოდიში, ეს არ არის იგივე, ეს სხვა. ეს ქალია ბავშვთან ერთად და მასაც ხელში დანაუჭირავს. ლამაზია. გგონია ეს ოჯახის გერბია. შეიძლება ასე იყოს, ხო ასეა? მის შუაში გასაღებია. კარგი. შეგვიძლია ფანჯრის ჟალუზი დავხუროთ. მოდით ამ მხარეს კიდევ წავიდეთ. აქ ბატონი ჯოანი მთელ თავის საქმეს აკეთებდა. ეს მისი სამუშაო ოთახი იყო. აქ გვიან ღამემდე მუშაობდა. მშვენიერია. ჭირდება სინათლის გაზრდა, რადგან ყველაფერს ვერ ვაკეთებ სიბნელეში. ეს კარგი ამბავია? შემდეგ შევდივართ ამ ადგილის კიდევ ერთ განსაკუთრებულ ოთახში, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ოთახში, სამუშაო ოთახში, სადაც ბატონი ჯო მუშაობდა. ის აქტიურად იყო ჩართული მძიმე ტექნიკის ინდუსტრიაში, როგორიცაა ექსკავატორები და მსგავსი ტექნიკა და სწორედ აქ ატარებდა თავის საქმიანობას. ისევ შესანიშნავი მაღალი ჭერი, ლამაზი დეკორატიული კარნიზი ჭერზე და ასევე ძალიან მშვენიერი და დიდი ოთახი.
თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ მისი ყველა დოკუმენტაცია ისევ დარჩენილია იმ დროიდან, როცა ის გარდაიცვალა. ყოველი ცალკეული ქაღალდი აქვეა დარჩენილი. ყოველი წიგნი, რომელიც ოდესღაც წაუკითხავს, ყველაფერი აქვეა დარჩენილი. ყველა ჟურნალი, რომელიც ოდესღაც წაუკითხავს, სიგიჟეა. ჩვენ იქ ბევრი ნახატიც გვაქვს. რა თქმა უნდა, ირემების, რომლებიც მინდორში დარბიან და აქ კიდევ ერთი ტახი დარბის. ეს 750 евро დაგვიჯდა. ეს სინამდვილეში საკმაოდ ბევრი ფულია. ესეთი პატარა ნახატი. მე რა თქმა უნდა, ხელოვნების ექსპერტი არ ვარ და ვერ შევაფასებ დიდად. აქ ბევრი ნახატია დარჩენილი. ყველა ნადირობას უკავშირდება. და ცხოველებს. ეს ძალიან მომწონს. შეხედე ამას. ძალიან ლამაზია. კარგი, მოდი დავხუროთ ეს. და შემდეგ პირდაპირ ჩვენს წინ აქ არის კაბინეტი, სადაც ის მუშაობდა. შეხედე აქ უკან. ვაუ, მას ჰქონდა ეს სათამაშო მანქანების კოლექცია. მანქანების მინიატურული მოდელების კოლექცია, ასე უნდა ვთქვა. და აქ არის ფერარებიც, აქვე. არ ვარ დარწმუნებული ეს მანქანა რა არის. სრულად დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ აქვე ფერარია. აქვე მერსედესიც გვაქვს. და კიდევ სხვადასხვა ტიპის მანქანებიც გაქვთ შეგროვებული. მოდით ნახოთ, შევძლებთ თუ არა ამის გახსნას. ეს ძალიან გაჭედილია. მოდი აქ კიდევ ერთს გაჩვენებ. ეს ბუგატია. ვაუ. ალბათ ისინი ძალიან ცვირად ღირს. აქ გვაქვს Rolls-Royce-ის მასშტაბური მოდელი. სანომრე ნიშნითაც კი და ყველაფრით. ეს მოდელი იტალიაში Rolls-Royce-ის კომპანიის მიერაა დამზადებული. საოცარი. შემდეგ ძალიან დიდი მაგიდა აქვს ჩვენს წინ, სადაც ამ კაცმა თავისი საქმე აკეთა. აქ იჯდა და დიახ, აქ აკეთებდა თავის საქმეს. ჩვენ გვაქვს ფოტო, რომელიც დარჩა. ალბათ ჯონი დგას მანქანასთან. მის გარშემო რამდენიმე ქალი და კიდევ ერთი კაცი. და აქაც შეხედეთ. ფულიც კი დარჩა. 1 евро. ამით რეალურად შეგიძლია რაღაცაც გადაიხადო. ამით შეგიძლია მაღაზიაში სასმელი იყიდო. 50 ცენტი კი უბრალოდ აქ დატოვეს. გიჟობა. მას ჰქონდა ეს ირეზის რქისგან გაკეთებული ნატურა. ჩანს, რომ ძალიან უყვარდა თავისი გატაცებები. გონი კიდევ ერთი ოთახი გვაქვს ამ მხარეს. ვაუ. ესეც ძალიან განსაკუთრებული ოთახია, ძალიან გრანდიოზული ოთახია, ძალიან ფართო. ეს უფრო საცეკვაო დარბაზს გავს, სადაც ადამიანები ცეკვავენ, ან წვეულებებს მართავენ, ამ შესანიშნავი ჭაღით, რომელიც ოთახის შუაშია გამოფენილი. ფრთხილად, აქ, შენს უკან, ძალიან ბევრი ჟურნალია. და ისინი უბრალოდ მისტერ ჟოანის ცხოვრების ისტორიას ხვევიან, მის ავტომობილებით გატაცებას, ცხოველებთან კავშირს და ნადირობისადმი ინტერესს. ყველაფერი აქ არის დატოვებული. ეს სიგიჟეა. ეს მეფე ლეოპოლდია? მართალი ვარ. მგონია რომ ეს მეფე ლეოპოლდია, მაგრამ 100% დარწმუნებული არ ვარ. მაგრამ მაინც შესანიშნავი ნახატია. და შემდეგ აქ კიდევ ერთი ძალიან დიდი დივანი გვაქვს დარჩენილი ოთახის შუაში. ჯერ კიდევ ვფიქრობ, რისთვის იქნებოდა ეს ოთახი გამოყენებული, რა დანიშნულება ექნებოდა ამ ადგილს. მაგიდა, რომელზე ჯერ კიდევ კიდია აქ ადრე მცხოვრები ერთ-ერთი ადამიანის პიჯაკი. ვაუ. საოცარია. ეს ნახატები ყოველთვის განსაკუთრებულია, როცა ამ ფრანგულ ადგილებში მივდივარ. მის მარჯვენა კუთხეში შეგიძლიათ ნახოთ გერბიც კი და ყველას აქვს ეს გერბი. ამასაც ჰქონდა. აი აქ.
თხილად მარტინი თითქმის წაბორძიგდა. აქ კიდევ ერთი გერბია. ირგვლივ ძალიან ბევრი ნანგრევია. ჯერ არ აღგვინიშნავს, მაგრამ ირგვლივ ძალიან ბევრი ნანგრევია. მგონი ამაზე წაბორძიგდი. შენ ბავშვის თავზე წაბორძიგდი. და ის აი იმ სარკიდან მოვიდა. იქიდან გადმოვარდა. ალბათ ზუსტად იქ იყო, სარკის შუაში. ღმერთო ჩემო, მოდი ეს აქ დავდოთ, ლამაზად გამოფინოთ, რა სამწუხაროა. ამდენი ნანგრევი, ამდენი ნგრევა. კიდევ ერთი მშვენიერი ნახატი კედელზეა ჩამოკიდებული. ასე რომ, ყველას ეხლა ჩემთან გექნებათ საქმე, რადგან მე ჩავანაცვლებ მარტინს და ჩვენ დავათვალიერებთ ციხესიმაგრის დანარჩენ ნაწილს, ზემოთ სართულებს. მაგრამ ჯერ ამ კარებში უნდა შევიდეთ პირდაპირ ჩვენს წინ და გადავიდეთ დერეფანში. მოდით გავხსნათ ეს ლამაზი კარები. პატარა კარის სახელური და გასაღები პირდაპირ მის გვერდით. და ეს გვიყვანს ამ ულამაზესი ადგილის ძალიან დიდებულ დერეფანში. ვაუ, ეს ნამდვილად სანახაობაა. საოცარია. სამი დიდი სარკეა იქ დერეფანში. და ეს ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ის, რომელსაც თავიდან მივუახლოვდით. ვაუ. პირველი რაც შევამჩნიე, როცა დერეფანში შემოვედი, ეს ემბლემებია, ეს ჯილდოები, რომლებიც კედელზეა ჩამოკიდებული, ეს რქებიანი ქუდი პირდაპირ შუაში. მაგრამ ყველაზე მეტად ყურადღებას მიქცევს ეს საყვირი, რომელიც აქ კიდია. და ეს საყვირი გამოიყენებოდა სანადირო სეზონის დასაწყებად და დასასრულებლად, ან რაიმეს აღსანიშნავად. ეს სინამდვილეში სანადირო რქა იყო, როგორც თქვენ უწოდებთ. იგი გამოიგონეს 1630 წელს და მას შემდეგ იყენებენ. საოცარი მუსიკალური ინსტრუმენტია, უბრალოდ მშვენიერი ნამუშევარია. და ასევე მინდა გითხრათ რაღაც ამ პატარა დასაჯდომი ადგილის შესახებ, რომელიც ამ ხალხს აქ დერეფანში ჰქონდათ. ეს უბრალოდ დასაჯდომი ადგილი იყო. როცა მოდიოდნენ ადამიანები, რომლებიც ასე მნიშვნელოვანი არ იყვნენ, აქ დასვამდნენ მათ და აქვე ასმევდნენ სასმელს, რადგან არ სურდათ, რომ ისინი სასახლის შიგნით შესულიყვნენ. ეს იყო დაახლოებით ასე. შენ არ ხარ საკმარისად მნიშვნელოვანი, რომ სასახლეში იყო. ამიტომ აქ დალევ სასმელს და 5 წუთში გარეთ იქნები. საოცარია. შემდეგ კარის ორივე მხარეს, აქ გვაქვს ბიბლიოთეკის თაროები, სადაც ასობით წიგნი ჯერ კიდევ ინახება. ისტორიული და ბუნების წიგნები. აქ ყველა სახის წიგნია შენახული. ცხოველის ჩლიქები, რომლითაც პალტოს ჩამოგიდებდი, როცა სასახლეში შემოდიოდი. და აქ ნადირობის გამოსახულება გვაქვს. სანადირო ამალა, ზემოთ მონადირეები და ქვემოთ ძაღლები არიან. და აქ ის საყვირზე უპერავს, შესანიშნავია. ნახატი, შესაძლოა ადვოკატის პორტრეტი. ვაუ. აქ გვაქვს ქალის პორტრეტი. ლამაზი ქალი. ფონ კაპელე. ამაზე ხელმოწერა წერია ფონ კაპელე და ეს ჰოლანდიური სახელია და ის ასახავდა აყვავებულ ტროპიკულ მხარეს, სადღაც ამ ლამაზ სამყაროში. დარჩენ შეგვიძლია ვნახოთ ბევრი შავი ობი კედელზე, რომელიც იფხრობს ამ ადგილს. აქ ორივე მხარეს ზეთის ლამპებია. ისინი ადრე გამოიყენებოდა ამ ადგილის გასანათებლად და განსაკუთრებული ატმოსფეროს შესაქმნელად. აქ ბევრი დოკუმენტია შენახული. მოდით ამ დერეფნის ამ მხარესაც გადავხედოთ. აქ კედელზე კიდევ ერთი ეგზოტიკური ტროპიკული ნახატია იმავე მხატვრის, ფონ კაპელის. და კიდევ ერთი ქალის პორტრეტი, რომელიც იგივე სტილშია შესრულებული, ასე რომ ალბათ იგივე მხატვრის ნამუშევარია. შესაძლოა ისინი ოჯახი იყვნენ. საოცარია. კიდევ ერთი ნადირობის სეზონის გამოსახულება. ამ ადგილას იმდენი წიგნი დარჩა, იმდენი დოკუმენტი. ვაუ, შეხედე ამ ოთახს. ღმერთო ჩემო, რამდენი რამეა.
მაგრამ ყველაზე მეტად ამ ოთახში ის ობობის ქსელები მაოცებს, რომლებიც ამ ფანჯრის დარაბებს ფარავს. Wow. Look at this. ჭაღი ჭერიდან ჩამოკიდებულია. შემდეგ აქ გვერდით კიდევ ერთი ოქროსფრად დაფარული სარკე გვაქვს. და მის ბოლოში კიდევ ერთი ნახატია. ის ძალიან კარგად გამოიყურება ეს კაცი. როგორც ნამდვილი ჯენტლმენი. მოდით ნელა ავიდეთ კიბეზე, ზედა სართულზე და ვნახოთ რა სვიპოვით იქ. აქაც კი არის ჭაღი, უпростоრად ფარანი, რომელიც კიდია დერეფნის შუაში ზედა სართულზე. და ეს კედელზე, როგორც ჩანს, ძროხის რქა, რომელსაც უკვე ყველგან აბლაბუდა აქვს შემოხვეული, ძროხის ან კამეჩის რქა. საოცარია. აქაც კი დარჩენილია იესო ქრისტეს პატარა გამოსახულება, რომელიც ხელგაშლილი დგას. ეხლა კი ზედა სართულზე ავდივართ და პირველი რასაც ვხედავთ, ისევ ციხესიმაგრის დაზიანებაა. მაგალითად, ამ პატარა ხვრელის შესაკეთებლად მთელი ჭერი უნდა გადაკეთდეს, რადგან ტენიანობა შეღწეულია კოჭებში და თითქმის შეუძლებელია შეკეთება. გონია ეს ციხესიმაგრე ასე დარჩება სამუდამოდ, სანამ საბოლოოდ არ დაიშლება. ან ვინმე გადაწყვეტს, რომ დაანგრიოს. ამ კარის გასაღების ჭრილი აქ არის და აქ შიგნით მთელი თეთრეული ინახება. ის ხმები, რასაც ეს ნივთები, ეს კარადები გამოსცემენ, ყოველთვის ძალიან სასიამოვნო მოსასმენად. კიდევ ერთი შესანიშნავი ნახატი აქვს ჩვენს წინ, გვერდით კიდევ ერთი გერბით. ვაუ, შეხედე ამას. იმ დროის სიგარეტის კოლოფები დღესაც დარჩენილია აქ, საფრანგეთში. ესეთი კოლოფებიც კი ვეღარ იშოვება, რადგან ეხლა აღარ შეიძლება კოლოფზე რეკლამის განთავსება. კოლოფების შეღებაც აღარ შეიძლება. ისინი აუცილებლად კავისფერი უნდა იყოს. და ხო, ეს იმდენად ძველი კოლოფია, რომ ჩანს ჯერ კიდევ გერბია სიგარეტის კოლოფზე გამოსახული. მაშინ ეს ნივთები ჯერ კიდევ სამეფო ნიშნებს ატარებდნენ. იმ დროს ყველა ეწეოდა. მიყვარს ეს პატარა მაგიდა, რომელიც აქ ჩვენს წინ დგას. საბედნიეროდ იქ აღარაფერია დარჩენილი. ლამაზი ნაჯრით გაწყობილი სკამები ორივე მხარეს და ასევე ეს დასაჯდომის სკამი აქ დერეფანში. ჯერ ამ ნაწილში წავიდეთ. მივალ ბოლომდე და შემდეგ მარჯვიდან მარცხნივ გავივლით ზედა სართულზე. ცდებოდი, სასახლის ამ მარცხენა მხარესაც მხოლოდ 8 წლის შემდეგ ძალიან სწრაფად ხდება დიდი დაზიანება. მოდი ჯერ ეს ოთახი დავათვალიეროთ. და ეს უკვე რაღაცა მთავარი საძინებლი მსგავსად გამოიყურება. ეს ნამდვილად მშობლების საძინებელი იყო, ბატონ ჟანის და მისი ცოლის. ეს ძალიან დიდი საწოლია და ჩემი აზრით ძალიან ლამაზი საწოლია. ირგვლივ მწვანე მოპირკეთება აქვს. სამწუხაროდ ის აღარ არის გასწორებული, მაგრამ ეს მოსალოდნელიცაა ესეთ დანგრეულ სასახლეში. შპალერი კედლიდან ცვივა უბრალოდ შეიგრძენი და აღიქვი ეს ოთახი. როცა 8 წლის წინ დედამიწა დატოვა, ეს იყო ბოლო რამ. ალბათ ბოლო ღამე ამ საძოლში გაატარა და ეხლა უკვე 8 წელი ასია. მისი ცხოვრება გაჩერდა, მისი სასახლე გაჩერდა, მაგრამ ყველაფერი დღემდე აქ არის. მათ შორის მისი ჩემოდანიც კი. მისი ინიციალები აქ, დიახ, და მის გვარს არ გეტყვით, მაგრამ დიახ, ის მდიდარი კაცი იყო. და იმ დროს ყველასთვის ჩვეულებრივი არ იყო მოგზაურობა, მაგრამ მას შეეძლო მსოფლიოს გარშემო ემოგზაურა და განეცადა ყველაფერი ის, რასაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ. ის იღბლიანი კაცი იყო, ალბათ შრომის მოყვარეიც, მაგრამ მაინც იღბლიანი იმ დროს. აქ გვაქვს დიდი ბუხარი, უზარმაზარი სარკით ზემოთ, გარშემო კი ყველგან ოქროს დაფარვაა. მართლაც მომწონს ეს ბუხარი.
ის ისეთი კი ჟანგიანი, ძველი და უცნაურია. ციხესიმაგრეს ეძებ. უნდა თქვა, რომ ამ ოთახში ცოტა უცნაურად გამოიყურება და აშკარად ჩანს, რომ ეს მისი ოთახი იყო. მის საწოლთან ტუმბოზე ჰქონდა ფიტული ჩიტი. ვინ აკეთებს ამას მონადირის გარდა? კარგი, მოდი ვნახოთ. პატარა ნიჟარა აქ დერეფანში. კარგი, და მგონი ახლა ბავშვების საძინებელში მოვხდით. აქ ორი საწოლია, ერთმანეთის გვერდით. ასე რომ მისი 6 შვილიდან 2 ამ ოთახში იძინებდა. ცხადად ჩანს, რომ ეს ბავშვების საძინებელი იყო. აქ ასევე ჰქონდათ ტანსაცმლის კარადა. ნახე, თუ შევძლებთ გავხსნათ. ეს იყო მისი გასაღები. დიახ, და იმ ბავშვების მთელი ტანსაცმელი აქვეა დარჩენილი. ეს არის ცხენოსნობის ჩაფხუტი. ცხენოსნობის ჩაფხუტი. ასე რომ ესეც ალბათ სპორტი იყო, რომელშიც ბავშვები მონაწილეობდნენ. ბავშვი, რომელიც ამ მხარეს იწვა საწოლზე, ყველაზე მეტად ალბათ პარაშუტით ხტომის დიდი გულშემატკივარი იყო. შეიძლება თვითონაც პარაშუტით ხდებოდა. კარგი, ერთი რჩევა ყველასთვის. თუ ვინმე სოდესმე მოუვა აზრად, რომ დაბადების დღეზე ან სხვა რამეზე საჩუქარი მაჩუკოს, უბრალოდ skydiving-ი მაჩუქეთ. ცხოვრებაში არასდროს გამიკეთებია ეს, მაგრამ ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ და ძალიან მინდა ვცადო. ერთ-დღეს აუცილებლად გავაკეთებ ამას, მაგრამ განსაკუთრებულ ადგილას, განსაკუთრებულ დღეს. ეხლა კი ეს მხარეც გვაქვს. ყველა ობობის ქსელით დაფარულია. და კიდევ ერთი ნახატი აქ დგას. კომოდზე. ის ძალიან სიმპათიური მამაკაცივით გამოიყურება. ეს სინათლის ჩამთველები იმდენად ისტორიულია, რომ ასეთებს ვეღარ ნახავ. აქ რა არის? ესენი ბისკვიტის ყუთებია. ამერიკულ ინგლისურში ქუქიების ყუთებს ეძახიან. ლედის თავი ჯერ კიდევ აქ არის. რაღაცა სუნამოები და სხვა ნივთები ჩანს. ზევით და ქვემოთაც მურაბის ქილაც კიდევს. კარგი. აქ მარჯვნივ კიდევ ერთი საძინებელია. ეს კიდევ ერთხელ ბავშვების საძინებელია, ერთადგილიანი საძინებელია. უნდა თქვა, რომ ოთახის შუაში გვაქვს ეს ფიქალის საწოლი. შესანიშნავი ისტორიული მე-18 საუკუნის ფიქალის საწოლი. ძალიან ძვირად იყიდება თუ ანტიკვარულ ბაზარზე გავიდით, მაგრამ აქ უბრალოდ ელპება. მაინც მთელი თეთრეული, მთელი საწოლი, სრულად არის გაწყობილი, ბალიში ისევ ბოლოში დევს. მიყვარს ეს. და აქ გვაქვს ამ ადამიანის ტანსაცმელი. წაიღეთ ეს სკამი, ვნახოთ, ყველა ტანსაცმელი ჯერ კიდევ პლასტმასის შეფუთვებშია და კარადაც აქ არის. მოდით დავხუროთ ეს. ეს აღარ იკეტება. არა, სკამს ლამაზად დავაბრუნებ. აჰა, შეხედე ამას. აქ ბუხართან ქალის ნახატი გვაქვს, ხოლო მის ქვემოთ კი ის თავის კაბაში სასახლის ბაღებშია გამოსახული. ვაუ. ალბათ ისაა, როცა ახალგაზრდა იყო, ასევე აქ დატოვებული. მთის ფერდობი. ეს ბარათია, რომელიც ვიღაცამ აჩუქა, ვიღაცამ გამოუგზავნა. აქ გვაქვს მაგიდა, სადაც ალბათ სწავლობდა ყველა იმ გამოცდისთვის, რაც ცხოვრებაში ჩაუბარებია. რას ვხედავთ აქ? ნება მომეცით, აქედან გავიარო. ეს ჩვენი პირადი გარდერობი იყო. თავიდან მეგონა, რომ ეს აბაზანა იყო, მაგრამ არა, ეს უბრალოდ გარდერობია. საოცარი, აქ კუთხეში ტუალეტის მაგიდაც დგას. მიყვარს ეს შპალერი, ეს ლურჯი შპალერი. და აქედან შეგიძლიათ გადახედოთ სასახლის მინდვრებს.
და დილით შეეძლო ეხურებინა და დაენახა ეს ხედი. განა ეს არ არის საოცარი. და შემდეგ დერეფნიდან აქ ჩვენს წინ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი საძინებელი მთელ ამ სასახლეში. ვაუ, ეს იმდენად კარგად არის შენახული სასახლის სხვა ნაწილებთან შედარებით. სასიამოვნოა ამის ნახვა. აქ ნახატზე უხვი ბუნებაა გამოსახული. და აქ ისევ ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი სანადირო საყვირი, რომელიც ამ უჯრაზე დგას. ეს აქ უბერავდა, ალბათ ასე, ხელზე შემოეხვიათ და ასე გადიოდნენ მინდვრებში. და როცა ალბათ რამეს ესროდნენ, ან ტახს ესროდნენ, უბრალოდ უბერავდნენ მასზე. ზუსტად არ ვიცი როგორ უნდა გავაკეთო, მაგრამ რაღაც ამდაგვარი. ძალიან კარგი ნადირობის ისტორიის ნაშთია აქ დარჩენილი. აქ კიდევ ბევრი სხვა არტეფაქტია დარჩენილი, მაგალითად ეს. მარიას გამოსახულება. აქ გვაქვს იმ კარადას მეორე მხარე. კარგი, აი ეს ფანჯარა, რომელიც ზემოთ ვნახეთ, ასე რომ აქ ადამიანს, რომელიც ამ ოთახში იძინებდა, ალბათ ყველა დასაცმელი აქ ჰქონდა. მხოლოდ ერთი ქურთუკი დარჩა, მეტი არაფერი. ასეთი მშვენიერი ოთახია. შემდეგ ზუსტად აქ ჩვენს წინ ეს ლამაზი საწოლია. ეს არ არის ფიქალის საწოლი, ეს უბრალოდ ჩვეულებრივი ანტიკური საწოლია. მაინც გამძლეა, ბევრი სქელი ხე, ხელით არის დამზადებული, ისევ მზადდება. და ისევ საწოლის ზემოთ რელიგიური გამოსახულებაა. ვაუ, ოთახის კუთხეში ეს სკამი დარჩენილია. ლამაზი, წითელი, დეკორატიული სკამია. ეხლა კი წავიდეთ უფრო შორს, სასახლის მარჯვენა ნაწილში, ამ შვენიერ ნივთთან. კარი არ მუშაობს. კარზე წერია, რომ კარი არ მუშაობს, მაგრამ აშკარად კარი მუშაობს, ასე რომ შეიძლება უბრალოდ აღარ იკეტება. და როცა ვიღაცა აქ იყო აბაზანაში, კარს ვერ ჩაკეტავდა. ასე რომ ხო, მათი პირადი სივრცე საფრთხეში იყო ამ ძალიან უგემოვნო აბაზანაში. ხო, უნდა თქვა, რომ ძალიან პატარა, არ არის ის, რასაც ესეთი დიდ სასახლეში ველოდი. ამ ყავისფერ ნიჟარებთან ერთად ყავისფერი ბიდია და იფიქრებდი, რომ მაგალითად ლომის თათები იქნებოდა. ამ აბაზანის ქვეშ უბრალოდ პლასტმასის საფრადენებია, რომლებიც იქ დააყენეს. ძალიან გემოვნებიანი არაა, მაგრამ მაინც ძალიან უნიკალური ნივთია. შამპუნებიც დატოვებულია. მაინც. დიახ, აქედან შეგვიძლია შევიდეთ კიდევ ერთ საძინებელში, ასე რომ ეს საძინებელი დაკავშირებული იყო აბაზანასთან. მოდით ამას შევხედოთ. კარის შესასვლელი აქ სრულიად დაფარულია. თუ კარგად დააგვირდებით, მხოლოდ კარის სახელოს დაინახავთ. ვაუ, ეს მართლაც ლამაზი ნაწილია და ამ ოთახშიც ორი ადამიანი იძინებდა. აქაც გვაქვს ეს ფიქალის საწოლებია, შესანიშნავად გაკეთებული, ჯერ კიდევ ლამაზ საწოლებად რჩება. და ამ ოთახშიც იქნებოდა დასაჯდომი ადგილი, სადაც ღამით დასხდებოდნენ და დღისით დაისვენებდნენ. აქ დარჩენილია ბევრი იგივე შესანიშნავი სკამი. იქ კიდევ ერთი დამალული ოთახია პირდაპირ უკან, მაგრამ მე არ ვაპირებ შევიდე იქ. და ქალის სურათი, რომელიც კარზე კიდია. შეხედე ამ საათის ციფერბლატს. რა ლამაზი ნამუშევარია. ლემლემეღლე, შარპეტიე, ბრანდიე დამზადებულია პარიზში. პარიზში დამზადებული საათი. ვაუ! და ძალიან მომწონს ეს გობელენით, რომელიც აქ კედელზე ჰქონდათ, ისევ ტროპიკული, უხვი მცენარეულობის მხარის გამოსახულებით. ასე რომ დიდი ალბათობით, რომ ამ ხალხმა ბევრი იმოგზაურა მსოფლიოში და მათ შეაგროვეს არტეფაქტები და ხელოვნების ნიმუშები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც ამ სასახლეში და მის ქვემოთ დაკიდეს. აქ კიდევ ერთი რომაელი კაცია. ის იღებს ისარს თავისი კაპარჭინიდან, რომ ესროლოს ცხოველს. ალბათ აქ ხელში ირემი უჭირავს. ვაუ, ეს ხო უბრალოდ საოცარია სანახავად. მაგრამ სამწუხაროდ ქანდაკება ნელ-ნელა ინგრევა.
ხის ჭიები ჭამენ, ასეთი ლამაზი ნამუშევარი ლპება. აქ კიდევ ერთი ოთახია. ეს საძინებელი არ არის. სინამდვილეში ეს კიდევ ერთი კაბინეტია, საკმაოდ ჩვეულებრივი კაბინეტი, იქ ბოლოში მოსასვენებელი კუთხით. ეს თუ ისაა? არა, ისიც საწოლია, მაგრამ ძალიან პატარა ოთახია საძინებლისთვის. ვაუ, ეს ისევ იმ თანამედროვე ოთახებიდან ერთ-ერთია. რაც უფრო მარჯვე მივდივართ სასახლეში, მით უფრო თანამედროვე ხდება ყველაფერი. რაც უფრო მარცხნივ მივდივართ სასახლეში, მით უფრო ისტორიული და ძველი ხდება ყველაფერი. ვაუ, ეს საწოლი ძალიან მომწონს. ლურჯი აქცენტებით, რომლებიც კედელს ემთხვევა და კიდევ ერთი დამალული კარი, რომელიც დერეფანში გადის. მოდით აქ გადავხედოთ. ეს უჯრა ცარიელია, ეს უჯრა ბევრი საბუთია, ხარისთავი. ვიღაც, ვინც აქ ცხოვრობდა, ალბათ ქალი. კარგი, ახლა ამ ზედა სართულის ბოლოში მივედით. და აქ ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე ახალი საძინებელია. შეხედეთ ამას. ეს ალბათ ერთ-ერთი ბოლო გამოყენებული საძინებელია ამ სახლში. როგორც ხედავთ, აქ შუაში ორი იდენტური საწოლია, სხვადასხვა თეთრეულით. და ეს კარადები ალბათ ყველა მოგვიანებით დადგეს. აი ხედავთ, ეს ახალი ავეჯია და უკვე იშლება, ხოლო ძველი ავეჯი ისევ ერთიანად დგას. იმ დროს ხალხი ნივთებს ისე ამზადებდა, რომ სამუდამოდ გაეძლო. ახლა კი ყველაფერს სწრაფი ფულის საშოვნელად ამზადებენ. ჟანის ყველა კოსტუმი ისევ აქ არის. მოდით ესეც ლამაზად დავხუროთ. მან ამ ოთახშიც ლამაზი ვინტაჟური ავეჯი დადგა. აი ეს არის ტუალეტის მაგიდა, სადაც ოჯახის ქალი დაჯდებოდა და დილაობით თავს ლამაზად მოაწყობდა. კარგი. კიდევ ერთი კარადა. ამ ადამიანის სათვალეც კი აქ არის დარჩენილი, საფულე. მესმის როგორ ჟარუნებენ მონეტები შიგნით. შეხედე ამას. ესენი არ იყო ევროები, როგორც ქვემოთ ვნახეთ. ესენი იყო ძველი ფრანგული ვალუტა. ესენი იყო ფრანგები. როგორც ხედავთ, მოდი ეს ასე ლამაზად დავაბრუნოთ. აქ არის 2 ევროს მონეტა, როგორც ხედავთ, ასე რომ 2 ევროა, რამდენი ფულია. არავინ იღებს მას და არავის უნდა. 2 ევრო 2.5 დოლარს უდრის. ამერიკიდან ვინც უყურებთ, სამწუხაროდ ყველა ვალუტაში ვერ გადავთვლი. და აქ საწოლზე ახლა დავინახე, რომ გვაქვს 3 ადამიანის ფოტო. ალბათ ამ სახლის ბავშვები არიან. კარგი. და აქვე ჩემს უკან კიდევ ერთი სააბაზანოა ვანით. და ასევე დასაჯდომის საშუალება ხანდაზმული ადამიანისთვის. როგორც ხედავთ, ყველა შამპუნი, კბილის ჯაგრის და ყველაფერი ისევ აქ არის. გიჟური რაღაცებია. ეხლა ავიდეთ ბოლო კიბეებზე. აქ ხედავთ ყველა ნამსხვროს, რომელიც კიბეზეა დაყრილი. ეს ხო უბრალოდ სიგიჟეა, არა? რომ მოყვავს აქამდე. ძალიან ფრთხილად უნდა ავიდე აქ. ხომ ერთად ჩემო. ეს უბრალოდ უსაფრთხო არ არის, მაგრამ მაინც მინდა სხვენი ვნახო. კარგი, მოდი ძალიან ფრთხილად გავაკეთოთ ეს. აქეთ შეხედე. აი ესე მაღლავად ახლა. და ალბათ მოვხვდებით სახურების ოთახებში, სახლის სათავსოებში, სხვენში. დიახ, როგორც გითხარით, ეს არის ერთ-ერთი მსახურის პირველი საძინებელი, რომელიც აქ იძინებდა. და ეს მუშაობდა იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ ხალხისთვის მუშაობდა. მათ ასევე ჰქონდათ ტუალეტის მაგიდა, როგორც ხედავთ, უამრავი ნივთით. მარია, ცხლის დოქი. გაჩვენეთ ყველა ობობის ქსელს იქ. ელეგანტური ფეხსაცმელები.
აქ კიდევ ერთი საძინებელია ერთ-ერთი მსახურისთვის. შეგიძლიათ აშკარად დაინახოთ კონტრასტი იმ ადამიანის შორის, ვინც ნამდვილად ცხოვრობდა ამ სახლში, იყო ოჯახის წევრი და იმ ადამიანის შორის, ვინც ამ ხალხისთვის მუშაობდა. ბავშვის ხელის მოჯერაც ასევე. ძალიან გრძელი დერეფანი, რომლის ორივე მხარეს ოთახებია. ყველა სავსეა ძველი დროის არტეფაქტებით, რომლებიც ამ ხალხს აღარ ჭირდებოდა. რაც ყოველთვის იპყრობს ჩემს ყურადღებას, როცა ესეთ ადგილებს ვიკვლევ, არის ის, რომ სხვენში შპალერის ნიმუშებს ინახავენ. ისინი ამას ყოველთვის აკეთებენ. სხვენში ყოველთვის არის შპალერის ნიმუშები. ნახეთ, ეს არის ყვავილებიანი შპალერი, რომელიც აქ სხვენში შეინახეს, უბრალოდ სანახავად. ამ ადამიანებმა ალბათ თავიანთი კედლები რამდენჯერმე გადააკეთეს ამ სასახლის არსებობის განმავლობაში. ვაუ, ზევით კარია, რომელიც ალბათ სასახლის კოშკისკენ მიდის. ნახე რა არის აქ უკან. ეს კარგი კოშკის ოთახია. მარცხნივ მშვენიერი ლურჯი საწოლია. და აქ დერეფანში ნანგრევებს შორის ეს მშვენიერი სკამი დაგვრჩა. ხო, მშვენიერია, თუმცა უკვე ფუჭდება, მაგრამ ადრე ძალიან მშვენიერი იყო. და ზუსტად მის ზემოთ ციხესიმაგრის გამოსახულებაა, სადღაც საფრანგეთის მწვანე სოფლის მხარეში. ვაუ, ეს მართლაც დიდებული ფანჯარაა. ღმერთო ჩემო, შეხედე ამას, მაგრამ ყველა ფანჯარა ამოღებულია. ამ ოთახში, ამ ოჯახში რამდენიმე მსახური ჰყავდათ. აქედან შეგვიძლია დავაკვირდეთ სასახლის მინდვრებს. კიდევ ერთხელ ლამაზი საწოლი, შესანიშნავი ფიქალის საწოლი. და ძალიან პრიმიტიული სარეცხი მოწყობილობა მსახურებისთვის. წავიდეთ ამ ადგილის ბოლო ნაწილში. მოგაჩვენეთ რას ვიპოვეთ. ეს უფრო ზოგადი სხვენის შესანახი სივრცე იყო. აქ ინახავდნენ რამდენიმე საწოლს, მადრასეთ რაღაცებს, რაც სახლში აღარ მჭირდებოდა. ასევე ბევრი სკამი და მსგავსი ნივთები დარჩა აქ. ეს პატი ხომ არ არის, ან რაღაც მსგავსი, ზუსტად არ ვიცი. ტაქსიდერმია, ცხოველი, ურალატიკური. და რაინდის? თავი, მაგრამ ის ბავშვისაა. სამწუხაროდ, ეს უბრალოდ პლასტმასია, ქანდაკების საყრდენი. და შემდეგ ციხესიმაგრის ბოლო ოთახი. შეხედე ამას. აქაც კი არის ნავთის ლამპარი, უნდა ვთქვა, რომ ნავთის ფარანი, რომელიც ჯერ კიდევ აქ იდია. რა ადგილია, მეგობრებო, რამდენი ისტორიული რამა აქ. შეხედეთ ამ გაზეთებს, რომლებიც შეკრულია და აქ ინახება. ისინი გამოიხილებოდა იზოლაციისთვის მთელ სასახლეში, როცა ის ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა. საბავშვო ედლი. ვიღაცა ყველაფერს გაიღებდა, რომ ამ სახლში ესეთი რამ ქონოდა და აქ უბრალოდ ნანგრევებს შორის არის გადაკრილი.
სანამ ამ გვირის ვიდეოს დავასრულებ, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სპონსორს, Squarespace, რომელმაც ეს ვიდეო შესაძლებელი გახადა. Squarespace არის ონლაინ პლატფორმა, რომელზეც შეგიძლიათ შექმნათ თქვენი საკუთარი ვებგვერდი, ტექნიკური ცოდნის გარეშეც კი. და ამ ვებგვერდზე შეგიძლიათ შექმნათ საზოგადოებაც კი, სადაც ადამიანები შეძლებენ უპასუხონ, მოიწონონ და გააზიარონ თქვენი პოსტები, ხოლო თქვენ თავად შეძლებთ დააკატეგორიოთ ეს პოსტები და გააზიაროთ ისინი სხვა სოციალურ ქსელებში. მაგრამ ეს ერთადერთი რამ არ არის, რაც Squarespace შეუძლია თქვენთვის გააკეთოს. ვიცი რომ თქვენ ბევრ რამეში ხართ გატაცებული და გსურთ რაღაცების შექმნა ცხოვრებაში. და შეგიძლიათ შექმნათ თქვენი საკუთარი მაღაზია Squarespace-ზე. და Squarespace აქვს დამატებითი გაფართოებებიც, რომლებსაც შეგიძლიათ დაამატოთ ამ მაღაზიაზე. თქვენ შეგიძლიათ მართოთ თქვენი გადასახადები, გაგზავნოთ ეს ნივთები მთელ მსოფლიოში და ასევე დაალაგოთ ისინი მარაგში კატეგორიად. კიდევ ერთი რამ არის, რაზეც უნდა გესაუბროთ. თქვენ Squarespace ვებგვერდზე შეგიძლიათ შექმნათ წევრების საზოგადოება და იქ შეძლებთ შემოსავლის გენერირებას, გაუგზავნოთ ამ ადამიანებს შეტყობინებები და მართოთ თქვენი წევრები. და კიდევ ბევრად მეტი სასარგებლო ფუნქცია ამ ყველაფერში. აბა რას უნდა გააკეთოთ? უნდა შეხვიდეთ squarespace.com/OFDK, რომ მიიღოთ თქვენი პირველი დომენი ან ვებგვერდი 10%-იანი ფასდაკლებით. განა ეს არ არის შესანიშნავი. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო Squarespace ამ კვირის ვიდეოს დაფინანსებისთვის. მათი გარეშე ეს უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა. მადლობა თქვენ ქალბატონებო და ბატონებო, ჩემო საყვარელო მაყურებლებო. სამწუხაროდ, ვიდეოს დასასრულს მივახციეთ. მე ძალიან მწყინს, რომ ალბათ ამ ადგილს უნდა დავემშვიდობო, მაგრამ უნდა წავიდე წინ. საფრანგეთში კიდევ ბევრი ადგილია მოსანახულებელი. ხვალისთვის კიდევ 2 სასახლე მაქვს დაგეგმილი და იქ მისასვლელად 6 საათი უნდა ვიმგზავრო. ამ მიტოვებული ადგილების გამოკვლევა რთული საქმეა, მაგრამ ამას დიდი სიამოვნებით ვაკეთებ და რა თქმა უნდა შემიძლია. ძალიან გამიმართლა, რომ ყველა ამ ადგილს ვხედავ. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ კვირის ვიდეოს ყურებისთვის და ეს კიდევ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ადგილი იყო მოსანახულებლად. იმედია თქვენც მოგეწონათ. თუ ასეა, დამიწერეთ კარგი კომენტარი ქვემოთ, კომენტარების განყოფილებაში. გამოიწერეთ არხი თუ აქ ახალი ხართ და აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო. აღწერაში ასევე არის Patreon-ის ბმული. შეგიძლიათ დამეხმაროთ და მხარი დამიჭიროთ ამ ყველა ადგილას წასვლაში. ასე ვაფინანსებ ამ საგზაო მოგზაურობებს, ჩემს აპარატურას ამ ადგილების გადასარევად და ყველა ხარჯს. დიდი მადლობა და მომავალ კვირას შევხვდებით. კიდევ ერთი ლამაზი ეპიზოდი. ძალიან მიყვარხართ. ნახვამდის.